რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 124 წევრმა. შეგვიძლია გადავიდეთ გადაწყვეტილების მიღებაზე. კოლეგებო, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის დადგენილების თაობაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის დობის გამოცხადების შესახებ. გაგაცნობთ დადგენილების პროექტს. საქართველოს პარლამენტი ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 91 პრიმამუხლის შესაბამისად დობა გამოეცხადოს საქართველოს მთავრობის შემდეგ შემადგენლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თავდაცვის მინისტრი თინათი ხიდაშელი, იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლობათა მინისტრი სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საშემსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე. თხოვთ ჩართოთ კენჭისყრის რეჟიმი. მიმდინარეობს კენჭისყრა. შვიდი მომხრე, 38 წინააღმდეგი საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს საქართველოს პარლამენტის ნდობა. მე ხელს ვაწერ შესაბამის დადგენილებას. კოლეგებო, თუ შეიძლება ყურადღება, მთავრობას ვულოცავ პარლამენტის ნდობის მიღებას, პარლამენტს ვულოცავ ამ გადაწყვეტილების მიღებას და ვისურვებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან სასიკეთო გამოსულიყოს ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის.